მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს გაგაცნობთ იბერიულ კავკასიური მოძრაობის თავმჯდომარის ბესარიელ მიქავას ინტერვიუს, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ ასავალ დასავალში. ნომერი 45, 28 ოქტომბერი, 3 ნოემბერი, 2024 წელი. იბერიულ კავკასიური მოძრაობის თავმჯდომარე ბესო მიქავა იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც საპარლამენტო არჩევნებში მართველი პარტიის გამარჯვება უზრუნველყო. ამერიკის საელჩოს წინ სამარცხვინო რარაობის კამალა ჰარისის ფიტულის დაცვის საკითხი განიხილება. 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართული ოცნების გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების სამარცხვინო და ცივმწამებლურმა განცხადებებმა. სწორედ ამ შეურაცხყოფისა და არნახულის ზეწოლის გამო ქართველი ხალხის იმ ნაწილმაც კი, რომელიც ქართულ ოცნებაზე სრულიად გასაგები მიზეზების გამო გაბრაზებული იყო, ისევ მას დაუჭირა მხარი. საქართველოს დააყენეს საშინელი არჩევანის წინაშე. ომი გინდათ თუ მშვიდობა? გათხოვილი კაცები გინდათ თუ ქრისტიანული ტრადიციები? შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა და ქართველმა ერმა სწორი არჩევანი გააკეთა. გონი ეს გაკვეთილი უნდა იყოს დასავლეთისთვის, რომელიც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას არის მიჩვეული. დღეს საქართველოში ქართულ ოცნებას საპირწონე არ გააჩნია, რადგან ეგრეთ წოდებული ოპოზიცია სუსტია და გაყიდული. რაც ყველაზე მთავარია, იქ თავმოყრილია ყოვლად ბინძური და ამორალური ხალხი. აი მაგალითად, ავიღოთ სააკაშვილის პროკურორი ნიკა გვარამია, რომელმაც ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია დაიჭირა და წლების განმავლობაში ციხეში ტანჯა. სამარცხვინო ეკა ხერხეულიძე გამოდიოდა და გაიძახოდა. კანონის წინაშე ყველათანასწორი უნდა იყოს. ცოტნე გამსახურდია რუსეთის აგენტიაო. ამას ამბობდა ეს ნაძირალა ქალი, რომლის პარტიის წევრებმაც ქვეყანა რუსეთს ჩააბარეს, ყველაფერი პუტინს მიჰყიდეს, მაგრამ პასუხი დღემდე ძალიან ცოტა ვინმემ თუ აგო. თქვენ მიიჩნევთ, რომ არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება ლოგიკური იყო? რა თქმა უნდა, ლოგიკური იყო. ქართველ კაცს ერეკლე მეფეს რომ შეუგინებ, ის ხმას რომ არ მოგცემს, არ უნდა იცოდე? ხმის მიცემა და არჩევნები კი არა, ესენი მე თუ მკითხავს საციცოცხლებიც არ არიან. შევარდნაძისა და სააკაშვილის ნასუფრალზე გახსუებული ხაზარაძე, რომელიც ხალხს დღემდე ძარცვავს, როგორ შეიძლება ვიღაცის საპირწონე გახდეს. ამერიკის არჩევნები ახლოვდება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო დრამატული შეიძლება გამოდგეს. ვინ გაიმარჯვებს, დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი? ამერიკის არჩევნებში ნამდვილად წყდება პლანეტის ბედი და დღეს ამერიკის სახელმწიფოებრიობა დანის პირზე გადის. ამერიკაში რამდენი პრეზიდენტი მოკლეს, ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მაგრამ ფაქტია, რომ დონალდ ტრამპს წინა საპრეზიდენტო არჩევნები გაუყალბეს. ამის შემდეგ მას ციხეში ჩასმა მოუნდომეს, მაგრამ ვერაფერი რომ დააკლეს, გადაწყვიტეს მოეკლათ და ორჯერ მოუწყვეს თავდასხმა. პირველად ტრამპი სასწაულებრივად გადარჩა, როცა ყურში დაიჭრა, ხოლო მეორედ თავდასხმა აღკვეთეს. მანამდე ტრამპს გაუთიშეს ტვიტერი. არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ დონალდ ტრამპს არჩევნები ახლაც გაუყალბონ. თუ ეს მოხდა, ამერიკის სახელმწიფოს დაშლა გარდაუვალია. ბევრი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოს ჰეგემონია და ყველაფერს ის წარმართავს, მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ, მსოფლიოს მართავს დიდი ბრიტანეთის ანგლო-საქსური კლანი. ამიტომ იყო, რომ დონალდ ტრამპს ბრიტანეთი შემთხვევით არ გაუფრთხილებია. ამერიკის საქმეებში ცხვირს ნუ ყოფთო. ბრიტანეთი ევროპას ევროკავშირის საშუალებით ებრძვის.
მოგეხსენებათ, ევროკავშირის შექმნის შესახებ ჩერჩილმა ჯერ კიდევ 1946 წელს გააკეთა განცხადება, მაგრამ ბრიტანეთმა ევროკავშირი ამ რამდენიმე წლის წინათ დატოვა. ევროკავშირი კარგი რომ ყოფილიყო, ბრიტანეთს იქიდან ვინმე გამოიყვანდა. ამიტომ, თუ ტრამპი ამერიკის არჩევნებში გაიმარჯვებს, შესაძლოა ევროკავშირი დაიშალოს. თქვენ ზემოთ დასავლეთიდან მომდინარე ზეწოლაზე საუბრობდით. სწორედ ამ ზეწოლას შეეწირა ზვიადგამსახურდია. ზვიადგამსახურდია დღეს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ჭირდება. მას ჰქონდა ის პოლიტიკური და რელიგიური ცოდნა, რომელიც დღევანდელ მსოფლიოს დაალაგებდა. მაშინ საქართველოს საშინაო საქმეებში ამერიკის ჩარევა მართლაც უპრეცედენტო იყო. ბუშის ცნობილი სიტყვები გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიცურავს. იყო სანქცია არა მარტო სისხლიან სახელმწიფო გადატრიალებაზე, არამედ ზვიადგამსახურდიას ფიზიკურ ლიკვიდაციაზე. ამიტომაც იყო, რომ მსოფლიოს ორი უძლიერესი სახელმწიფო სპეცსამსახური გაერთიანდა და ზვიადგამსახურდია მოკლეს. ელცინი, როგორც ამერიკელების აგენტი, აკეთებდა იმას, რასაც ბუში და კლინტონი უბრძანებდნენ. ცნობილმა ამერიკელმა ანალიტიკოსმა ჯეფრი საქსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის ელცინისა და პუტინის გვერდით კრემლში იჯდა და მათთან იყო მოჩენილი. საქსი იმასაც ამტკიცებს, რომ ერთიც და მეორეც იყვნენ პროამერიკელები, მაგრამ ამერიკელებმა თავიანთი უხეირო პოლიტიკით განაწყვეს ანტიამერიკულად და ანტიდასავლურად. ეს ყველაფერი რა დასკვნის გაკეთების საშუალებას გაძლევთ? აქედან გამომდინარე, ვინც ამბობს, ზვიადგამსახურდია რუსებმა მოკლესო, არ დაავიწყდეს, რომ მაშინ რუსეთის ხელისუფლება ამერიკის მარიონეტი იყო და ვაშინგტონის დასტურის გარეშე საქართველოს პირველ პრეზიდენტს თავიდან ერთი ღერით მათ არ ჩამოუვარდებოდა. ასე რომ, ზვიადგამსახურდია ანგლო-საქსური კლანისა და პირადად ბუშების ოჯახის მიერ არის მოკლული. ზიავიადი დღეს რომ ცოცხალი იყოს, ანგლო-საქსური იმპერია ატომურ ბომბს ესროდა. ამიტომაა ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ეს აგენტების ბუნაგი ზვიადგამსახურდიას შესახებ ხმას რომ ვერ იღებს. თქვენ პროტესტის ნიშნად არაერთი პოლიტიკოსისა და პოლიტიკანის ფიტული გაქვთ დამწვარი თბილისში, ამერიკის საელჩოს წინ. კამალა ჰარისის ფიტულის დაწვასაც ხმარაპირებთ. კამალა ჰარისი არარაობა და არავითარ პოლიტიკური წონა ან ავტორიტეტი არ გააჩნია. მაგრამ ეს საკითხი დაფიქრებად მაინც ხირს. ამერიკის არჩევნებამდე ჯერ კიდევ დროა და ვნახოთ ყოველ შემთხვევაში ამერიკის საელჩოს წინ სამარცხვინო არარაობის კამალა ჰარისის ფიტულის დაწვის საკითხი განიხილება. ბესარიონ მიქავას ესაუბრა ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე. მადლობთ ყურადღებისათვის.